უპირველეს ყოვლისა გეტყვით იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტობრივად აქციები აკრძალა გელა გელაძის უწყებამ სულ ცოტა ხნის წინ, რამდენიმე წუთის წინ გავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ნებისმიერი მომდევნო დღეებში და პერიოდში გამართული შეკრება თუ აქცია იქნება აღქმული 4 ოქტომბრის კონტექსტში, რაზეც ანონსებენ, რომ ექნებათ შესაბამისი რეაგირება. მანამდე ანალოგიური განცხადება გააკეთა ირაკლი კობახიძემაც, რომლის განცხადებაც იყო მუქარის შემცველი აქციის მონაწილეების მიმართ. მან მშვიდობიანი პროტესტი შერაცხა რადიკალების მიერ მოწყობილ აქციად და თქვა, რომ 110 კაცი ქუჩას არ და ვერ უნდა კეტავდეს. რა ადგილას კოლექტიური ნაცმოძრაობაში გულისხმება, რა თქმა უნდა, შესაბამისი პოლიტიკური პარტიები გულისხმებიან ის ექსტრემისტული დაჯგუფებები, რომლებიც მოქმედებენ უცხოური სპეცსამსახურების ინსტრუქციებით და დაფინანსებით, მათ შორის ამისათვის გამოიყენება მაგალითად სააკაშვილის ოჯახის მიერ მიტაცებული ერთ-ერთი უნივერსიტეტი, არის ასეთი ორგანიზაციები, როგორც არის მაგალითად ფარი ერთობა და ამ შემდეგ. ეს არის ექსტრემისტული დაჯგუფებები, რომელთა მეშვეობითაც მათ შორის და სხვა დაჯგუფებების მეშვეობით გასული 1 წლის განმავლობაში ხდებოდა 150, 150 კაცის მიერ ქუჩის გადაკეტვა და ამ შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს არასწორია. 100 კაცმა არ შეიძლება 1.100.000 კაცს გადაუკეტოს ქუჩა. ქართველი ხალხის ბრაზი არ გამქრალა, ამიტომ 311 დღესაც საქართველოს მოქალაქეები გამოვლენ ქუჩაში. დღეს 2 აქცია უკვე დაანონსდა 19-სა და 20 საათზე. პირველი შეკრება იქნება პარლამენტის მიმდებარედ, ხოლო მეორე ფედერალისტების მიერ არის დაანონსებული და იგეგმება პირველი გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქტივისტები პასუხობენ როგორც ირაკლი კობახიძეს, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას. ისინი ამბობენ, რომ არ იშინიათ და ახლა უფრო გაძლიერებული ენერგიით იბრძოლებენ იმისთვის, რათა ქართული ოცნება პოლიტიკური თვალსაზრისით დაასრულონ. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც იბრძვის დემოკრატიული საქართველოსთვის, თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოსთვის, მტერია ირაკლი კობახიძის, ის პირად მტრება და ხვიფავს ყველას, ჯგუფებს, პერსონალურ აქტივისტებს თუ ასე შემდეგ, შესაბამისად ესეც მისი შიშებიდან გამომდინარეობს, უნდათ რომ ესე ერთბაშე და 5 ოქტომბერი გათენდა და ყველა საპროტესტო ჯგუფი და მოძრაობა ერთიანად ავლაგმოთ და ესეც ცხადია არ გამოუვა. 4 ოქტომბრამდე იყო მოლოდინი, რომ ხალხი დაიღალა, ხალხი არ გამოვიდოდა, მაგრამ გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ არავინ არ დაღლილა, რომ ეს ადამიანები კვლავ პროტესტებენ, რომ ჩვენში მუფტი არ ჩამქრალა და არც ჩაქრება, იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ მართულები, ჩვენ არა ვართ, როგორც თვითონ ამბობს, დაფინანსებულები სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ისევ მოვალთ და ისევ გავაპროტესტებთ, ისევ ვიდგებით აქ რუსთაველის გამზირზე და ისევ ეცდებით, რომ ქვეყანა დაუბრუნოთ თავის ევროპულ გზას. ცდილობს ქართული ოცნება გაშავებას, დემონიზებას ამ რაღაც ჯგუფების, რომლებიც ჯერ კიდევ პროტესტში შემორჩა, რომლებიც სტუდენტებისგან შედგება და სუფთა და ნათელი ადამიანებისგან შედგება. საკუთარ მოქალაქეებზე ესე მუქარით საუბარი, ესე რაღაცა დაპირებებით რომ დაგიჭერთ, იმას გიზარდთ. ეს არის სრული დანაშაულია. ამათ ეს რეპუტაციული ზიანი, ეს რაღაცა დელეგიტიმაციის პრობლემა ზუსტად იმის გამო, რომ ჩვენ პოლიტპატიმრები ყავს და ესენი ახალი პოლიტპატიმრების შემატებას ხო რაღაც ძალიან უფრთხიან და პირიქით ესე რაღაცა გამოვიდნენ რუსთაველზე და ყველა დაგიჭირონ, ეს არის სისულელე. ამიტომ ამ პროტესტს ვერ ჩაახშობენ, რუსთაველი ყოველდღე გადაიკეტება მაინც. ქართული ოცნება ვერ შეძლებს ამ მნიშვნელოვანი პროტესტის ჩაცხრობას. სწორედ ასეთი არის იმ აქტივისტების პოზიცია, რომლებიც 311 დღე გამოვიდნენ უკვე დედაქალაქის მთავარ გამზირზე და დღესაც 312 დღესაც ანალოგიური გეგმის მიხედვით აპირებენ მოქმედებას. ისინი ელოდებიან ყველას პარლამენტის მიმდებარედ, რათა ყველას გააგონონ საკუთარი საპროტესტო ხმა იმასთან დაკავშირებით, რომ იბრძოლებენ მანამ, სანამ საკუთარ შედეგს არ მიაღწევენ. პირდაპირ ეთერში ხატია სამხარაძე გვერდებოდა.